მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა. პირველ რიგში იმისთვის, რასაც აკეთებთ. და თოვს მეწყერიც დაეწია, როგორც ხვდები, ადგილიდან რომ გითხრათ მეტი, რამდენად რთული ვითარება ადგილზე, სადაც მიგიწვდებათ ხელი მოხალისეებს. საღამოშვიდობის მადლობა იმ ყველა ადამიანს, რომელიც გვერდში გვიდგას ადგილობრივებსაც და თბილისიდან ჩამოსულ და მთელი საქართველოდან ჩამოსულ მოხალისეებს, რა თქმა უნდა. ადგილზე ვითარება ძალიან რთულია. სტიქიის ზონაში ვიმყოფებით, სტიქია საკმაოდ სერიოზულია. უზარმაზარი ნალექია მოსული და ჯერ კიდევ არ ვიცით რა დონეზე გვაქვს ან ზარალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ფიზიკურად ვერ ვახერხებთ შესვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ფეხით გადაადგილდება და ფეხით აქვს. ძალიან დიდი პრობლემაა გზების წმენდა. ძირითადად იწმინდება ცენტრალური გზები და ვერ შედიან სოფლებში, ან თუ შედიან სოფლებში, აი ერთჯერადად იწმინდება და ჩვენ თავიდან გვიწევს გაკვალვა იმისათვის, რომ სასწრაფო მივიდეს ადგილზე. დღეს მაგალითად ესეც შემთხვევა გქონდა, ჩვენ გადმოყვანა გვინდოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვის, რომელსაც მაღალი სიცხეები ჰქონდა უკვე მესამე დღე, 40 სიცხით და ფიზიკურად ჩვენც ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გზა გაუკვალეთ და სასწრაფო დახმარების ორი მანქანა გამოვიყვანეთ, რომელიც ადგილზე მივიდა და უკვე ის ბავშვები სამშვიდობოს არიან. ვითარება ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მეწყერს საშიშის ზონა გურიაში ძალიან ბევრია. ჩვენ მოხალისეთა ერთი ჯგუფი დაგვიკავშირდა, რომელმაც პატარა რუკა გააკეთა, სადაც აი ძალიან სახიფათო ვითარება შეიძლება შეიქმნას. ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა სრული მონიტორინგი გურიის და სტიქიის ზონის, რათა ავიცილოთ უბედურება თავიდან. თქვენ ზუსტად ეს გაფრთხილება გეწერათ, რომ ამ მეწყერსაშიშ ზონაში მოხალისეებსაც მართებთ სიფრთხილე. ადამიანებს გადარჩენა ჭირდებათ, მოხალისეებს მართებთ სიფრთხილე, აი ამ რუკის და საერთოდ ინფორმაცია არის ამ საუკუნის მთავარი უპირატესობა და ინფორმაციის ქონაზე შემდგომ ყისიერი რეაგირება. სამწუხაროდ მოქალაქეები, რომლებიც გვიკავშირდებიან, წუხან იმაზე, რომ მაგალითად სახლის მეპატრონე, რომელსაც 25-ში ჩამოენგრა სახლი და გარეთ იყო დარჩენილი, 2 დღის მერეც არავინ იყო მასთან ხაზზე გასული საკონტაქტო. რეაგირება არ იყო, ეს აშინებს ხალხს სტიქიასთან ერთად. აი თუნდაც ინფორმაცია მეწყერის შესახებ, რამდენად ცდილობთ მიაწოდოთ ოფიციალურ ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ მათ რეაგირების გზის გაწმენდის, იქ მიწვდენის მეტი საშუალება აქვს თქვენ ნაკლები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცენტრალური შტაბიდან გავანაწილოთ ყველა ის ინფორმაცია და დავარეკინოთ ყველგან, სადაც ოფიციალური სტრუქტურები მუშაობენ. ვერ გეტყვით ახლა იქიდან უკვე რა პროცესები გრძელდება, მაგრამ ჩვენ შტაბში შეგროვილ ინფორმაციას ყველაფერს სახელმწიფო სტრუქტურებს ვაწვდით. არის რამოდენიმე შტაბი სამ რაიონში და ყველა შტაბის ინფორმაცია ერთ პატარა სისტემაში გვაქვს აწყობილი და ყველა იმ ადამიანთან ვცდილობთ მივიტანოთ, რომელიც აი ამ საშიშ ზონებში არის. მოხალისეთა ჯგუფებმა გააკეთეს პატარა ესე ვთქვათ ინსტრუქციები, რომელი ინსტრუქციებიც გავავრცელეთ ჩვენ იმ რაიონებში, სადაც ჩვენი მოხალისეების დადიან. მოხალისეებსაც ცალ-ცალკე ვაფრთხილებთ, რომ აი ეს საუცილებელი უსაფრთხოების წესები დაიცვან და ვცდილობთ, რომ ჩვენ პატარ-პატარა ინსტრუქციები გავავრცელოთ, რაც შეიძლება ეფექტურად. ამას ჩვენ ვაკეთებთ, რა ვიცი, როგორც შევძელით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი კლონაშვილს, რომელიც მოხალისეა და უამრავ ადამიანთან ერთად ძალიან ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანის იმედი გაჩნდა, ასე ვთქვათ, მათი სახით.